ცხოვრების 12 წესი. ქაოსის ანტიდოტი. შესავალი. ამ წიგნის შექმნას ორგვარი წინა ისტორია აქვს, გრძელი და მოკლე. მოდი მოკლეთი დავიწყოთ. წელს აღმოვაჩინე ვებსაიტი Quora, სადაც ყველას შეუძლია ნებისმიერი შეკითხვის დასმა და ასევე ნებისმიერ კითხვაზე პასუხის გაცემა. საიტზე მკითხველები იმ მოსაზრებებს, რაც მოსწონთ დადებითად, ხოლო რაც არ მოსწონთ უარყოფითად აფასებენ. შედეგად ყველაზე სასარგებლო და საინტერესო პასუხები წინ წამოიწევს, ხოლო უსარგებლო მივიწყებას მიეცემა. საიტმა დამაინტერესა. მისი ხელმისაწვდომობა მომეწონა. აქ ხშირად იმართებოდა თავშესაქცევი დისკუსია. ჩემთვის ერთობ საყურადღებო იყო, მაინც რამდენი განსხვავებული მოსაზრება შეიძლება გაჩენილიყო ერთსა და იმავე საკითხზე. როდესაც საქმისგან ვისვენებდი, ან უბრალოდ მუშაობას გაურბოდი, Quora-ზე შევდიოდი და ისეთ კითხვებს ვეძებდი, რომელთა განხილვაშიც აქტიურად ჩართვა შემეძლო. საბოლოოდ ისეთ თემებზე ვიმსჯელე, როგორიცაა, რა განსხვავებაა ბედნიერებასა და კმაყოფილებას შორის, რა იცვლება ასაკის მატებასთან ერთად უკეთესობისკენ და რა მატებს ცხოვრებას მნიშვნელობას. Quora გიჩვენებთ, რამდენმა ადამიანმა ნახა თქვენი პასუხი და რამდენი დადებითი შეფასება მიიღეთ. ამ გზით შეგიძლიათ განსაზღვროთ, რა აუდიტორიას მოიცავთ და გაიგოთ, რას ფიქრობს ხალხი თქვენს იდეებზე. პასუხებს ვინც ხედავს, მათი შეფასებით თავს მხოლოდ მცირე რაოდენობა იწუხებს. ამ სტრიქონებს 2017 წლის ივლისში ვწერ. მას შემდეგ, რაც შეკითხვას, რა მატებს ცხოვრებას მნიშვნელობას უპასუხე, 5 წელი გავიდა. ჩემმა ამ კომენტარმა შედარებით მცირე აუდიტორია დააგროვა. იგი 14,000 ადამიანმა ნახა და მხოლოდ 133 დადებითი შეფასება თუ მიიღო. ასაკთან დაკავშირებულ შეკითხვაზე გაცემულმა ჩემმა პასუხმა 7,200 ადამიანამდე მიაღწია და მათგან სულ რაღაც 36-მა შეაფასა იგი დადებითად. არც თუ ისე დიდი მიღწევებია, მაგრამ მსგავსი შედეგები მოსალოდნელიც იყო, რადგან ასეთ საიტებზე პასუხებს ცოტა ადამიანი თუ აქცევს ყურადღებას, თუმცა ზოგიერთი მაინც არაპროპორციულად პოპულარული ხდება. მალევე ერთ კითხვასაც ვუპასუხე. რა არის ცხოვრებაში უმთავრესი, რაც ყველამ უნდა იცოდეთ? წესებისა თუ პრინციპების სია ჩამოვწერე. ზოგიერთი სერიოზული იყო, ზოგიც ირონიულად მივაწერე, მაგალითად, ტანჯვის მიუხედავად ცხოვრების მადლიერი უნდა იყოთ. არა კეთოთ ის, რაც გძულთ, ნუ იმალებით და ასე შემდეგ. Quora-ს მკითხველებს როგორც ჩანს ეს სია მოეწონათ. აზიარებდნენ და მაგალითად ასეთი შინაარსის კომენტარებს წერდნენ. ამ ჩამონათვალს ახლავე ამოუბეჭდავ და სახელმძღვანელოდ დავიტოვებ. ფენომენალურია. თქვენ მოიგეთ, შეგვიძლია საიტი ახლავე გამაუქმოთ. ტორონტოს უნივერსიტეტის სტუდენტები, სადაც ვასწავლი, მოდიან და მეუბნებიან, როგორ მოეწონათ ჩემი შედგენილი სია. დღემდე პასუხი კითხვაზე, რა არის ცხოვრებაში უმთავრესი, 120,000-მა ადამიანმა ნახა და დადებითად 2,300-მა შეაფასა. Quora-ზე დასმული 600,000-მდე კითხვიდან 2,000-იანი ხმის ბარიერი მხოლოდ რამდენიმე ასეულმა თუ გადალახა. საქმის გაჭიანურების მცდელობისას მოსული ნაზრევი მკითხველს გულზე მოხვდა. ჩემი პასუხით 99,9%-ში მოვხვდი. ცხოვრების წესებს, როდესაც ვადგენდი, ნამდვილად არ ველოდი ასე კარგად თუ მიიღებდნენ. ამ პოსტის გარშემო დაწერილი 60-ოდე პასუხიდან თითოეულს საკმაო პასუხისმგებლობით მოვეკიდა.
ქუორა ბაზრის კვლევის ჩასატარებლად საუკეთესოა. გამოკითხულნი ანონიმურობას ინარჩუნებენ. კვლევის შედეგებით კარგი გაგებით არავინ ინტერესდება. თითოეული მოპასუხის მოსაზრებები სპონტანური და მიუკერძოებელია. შედეგებს დავაკვირდი და ჩემი ბოლო პასუხის არაპროპორციული წარმატების მიზეზებზე დავფიქრდი. რა მოხდა? იქნება ამ წესების ჩამოყალიბებისას ცნობილ და უცნობ ინფორმაციას შორის საჭირო ბალანსი დავიცავი. ან იქნება აუდიტორიის ყურადღება ამ წესების სტრუქტურამ მიიპყრო. შესაძლოა ხალხს საერთოდაც უბრალოდ ციები მოსწონს. რამდენიმე თვით ადრე 2012 წლის მარტში ლიტერატურული აგენტისგან წერილი მივიღე. მას CBC-ის რადიო შოუში უთხარი არაბედნიერებას ჩემი გამოსვლა მოусმენია, სადაც გავაკრიტიკე აზრი, რომ ბედნიერება ჩვენი ცხოვრების ნამდვილი თვითმიზანია. ბოლო 10 წლების განმავლობაში მე-20 საუკუნეზე მრავალი წიგნი წავიკითხე, სადაც აქცენტი ძირითადად ნაცისტურ გერმანიასა და ასევე საბჭოთა კავშირზე იყო გაკეთებული. ალექსანდრე სოლჟენიცინის საბჭოთა ბანაკების საშინელებების შესახებ ერთხანს იმას წერდა, რომ ადამიანი ბედნიერებისთვის არის გაჩენილი. იდეაზე დაყრდნობილი უბადრუკი იდეოლოგია დამსაქმებლების, ხელკეტების პირველსავე მოქნევისას ინგრევა. კრიზისისას, გარდა უმალმა ტანჯვამ, რასაც ცხოვრება გვიმზადებს, შეიძლება ის აზრი, რომ ჭეშმარიტი ბედნიერება სწორედ ინდივიდუალიზმის ძიებაა, სწრაფად გააქარწყლოს. რადიო შოუში აღნიშნა, რომ უფრო სიღრმისეული მნიშვნელობის პოვნა გვჭირდებოდა. შევნიშნე, რომ მსგავსი მნიშვნელობის არსი ხშირად იჩენდა თავს წარსულის დიდ ისტორიებში და იგივე ტანჯვით ხასიათის გამოწრთობას უფრო უკავშირდებოდა ვიდრე ბედნიერებას. ეს უკვე წინამდებარე ნაშრომის შექმნის გრძელი ისტორიის ნაწილია. 1985-დან 1999 წლამდე ამ წიგნის დაწერამდე შექმნილ ნაშრომზე Maps of Meaning, The Architecture of Belief, ნიშნულობის გზამკვლევი, რწმენის არქიტექტურა. დღეში 3 საათი მაინც მუშაობდი. ამ პერიოდის განმავლობაში და მომდევნო წლებშიც მასზე დაყრდნობით შექმნილ სალექციო კურსს ჯერ ჰარვარდის, შემდეგ ტორონტოს უნივერსიტეტებში ვკითხულობდი. 2013 წელს YouTube-ის აღზევების და კანადის საზოგადოებრივ ტელესტუდია TVO-სთან ერთად განხორციელებული რამდენიმე ერთობლივი პროექტის პოპულარობის გამო გადავწყვიტე. ჩემი საუნივერსიტეტო და საჯარო ლექციები გადამეღო და ინტერნეტ სივრცეში განმეთავსებინა. მათ საკმაოდ დიდი და სულ უფრო მზარდი აუდიტორიის ყურადღება მიიპყრო. 2016 წლის აპრილამდე მილიონზე მეტი ნახვა ჰქონდა დაგროვებული. ნახვების რაოდენობამ შემდეგ იმატა და ამჟამად 18 მილიონს შეადგენს. ფიქრობ, ეს ნაწილობრივ ჩემს მიერ პოლიტიკურ პოლემიკაში ჩაბმის შედეგია, რითიც ალბათ განსაკუთრებული ყურადღება მივიპყარი. ეს სხვა დროს შეიძლება სულად სხვა წიგნში მოსაყოლი ისტორია იყოს. Maps of Meaning-ში ვივარაუდე, რომ წარსულის დიადი მითები და რელიგიური ისტორიები განსაკუთრებით ის, რაც უფრო ადრეული ზეპირსიტყვიერი გადმოცემის ტრადიციით შემოგჩენია, დამრიგებლური ხასიათის უფრო იყო ვიდრე რაიმე თვალსაჩინობის მატარებელი. მათი შემქმნელები მეცნიერებივით იმაზე წარმოდგენით კი არ იწუხებდნენ თავს, თუ როგორი უნდა ყოფილიყო სამყარო, არამედ იმით, თუ როგორ უნდა მოქცეულიყო ადამიანი. ვივარაუდე, რომ ჩვენს წინაპრებს დედამიწა თეატრალური წარმოდგენის სცენად ჰქონდათ წარმოსახული და არა უბრალო ადგილად, სადაც გარკვეული ობიექტები მიმდინარეობს. ავხსენი, როგორ მივედი დასკვნამდე, რომ სამყაროს შემადგენელი ელემენტები წესრიგი და ქაოსი იყო და არა რაღაც მატერიალური. წესრიგი მაშინ დგება, როცა ადამიანები შენს გარშემო კარგად გააზრებული სოციალური ნორმების შესაბამისად იქცევიან. მათი ქმედებები პროგნოზირებადია და სხვებთან სათანამშრომლოდ მუდამ მზად არიან.
ჩვენთვის ეს სოციალური სტრუქტურის კარგად შესწავლილი და ნაცნობი სამყაროა. წესრიგი ჩვეულებრივ მამაკაცური საწყისის სიმბოლოთია გამოხატული. ერთდროულად ბრძენი მეფეცაა და ტირანიც, რაც ერთმანეთთან მუდმივ მჭიდრო კავშირშია. საზოგადოებაში ხომ სისტემაც არსებობს და ჩაგვრაც. წესრიგისგან განსხვავებით ქაოსი იქ ან მაშინ დგება, სადაც ან როცა რაღაც ყოველთვის მოულოდნელი ხდება. ქაოსი ჩვეული ფორმით მაშინ წარმოიშვება, როდესაც იმ ადამიანების გარემოცვაში ხუმრობთ, რომლებზეც ფიქრობთ, რომ კარგად იცნობთ და ამ დროს მოულოდნელად უხერხული სიჩუმე ჩამოვარდება. მისი კიდევ უფრო კატასტროფული ფორმა უეცრად სამსახურის გარეშე დარჩენა ან იმის შეტყობაა, რომ შეყვარებული გღალატობთ. ქაოსი მამაკაცურობის ერთგვარი ანტითეზაა და ქალური საწყისითაა წარმოდგენილი. იგი რაღაც ახალი და არაპროგნოზირებადია, რაც ჩვეულებრივ ნაცნობის შუაგულში მოულოდნელად ჩნდება. ეს ქმნილება და ნგრევა, ახლის შექმნის წყარო და მიცვალებულთა საბოლოო განსასვენებელია. ბუნება კულტურისგან განსხვავებით დაბადებაცაა და გარდაცვალებაც. წესრიგი და ქაოსი დაოსიზმის ცნობილი სიმბოლოს შემადგენელი, ორი გველი, ინი და იანია, რომლებიც ერთმანეთს არიან გადაჭდობილი. წესრიგი მამრობითი სქესის თეთრი გველია, ხოლო ქაოსი მისი შავი და ქალური ანალოგი. თეთრ ფონზე შავი, ხოლო შავ ფონზე თეთრი წერტილები ფერის ცვალების შესაძლებლობას გამოხატავს. როდესაც ყველაფერი უსაფრთხოდ გეჩვენებათ, შესაძლოა ცხოვრება მოულოდნელად რაღაც ამოუცნობი დაგატეხოთ თავს. ან პირიქით, როცა გონიათ, რომ ყველაფერი დაკარგულია, კატასტროფისა და ქაოსისგან შესაძლოა ახალი წესრიგი დაიბადოს. დაოსიზმის მიმდევრები თვლიან, რომ ცხოვრების აზრი მხოლოდ ამ წვილის ურთიერთ გადაჯაჭვის მიჯნაზე შეიძლება იპოვოთ. მის გასავლელად საჭიროა საღმრთო გზაზე დარჩეთ და მას არაფრით გადაუხვიოთ. ეს ბედნიერებაზე ბევრად უკეთესია. ლიტერატურულმა აგენტმა, რომელიც ვახსენე, CBC-ის რადიო გადაცემას მოусმინა, სადაც მსგავს თემებს განვიხილავდი. ამ რადიო პროგრამამ საკუთარი თავისთვის ღრმა კითხვების დასმისკენ უბიძგა. მომწერა და მკითხა. ფართო აუდიტორიისთვის წიგნის დაწერაზე ხომ არ მიფიქრია. ადრე Maps of Meaning-ის გამარტივებული ვერსიის დაწერა ვცადე, რომელიც საკმაოდ რთული და დატვირთული წიგნია. თუმცა ვგრძნობდი, რომ არც მე მქონდა ამის დიდი სურვილი და არც ხელნაწერი გამოდიოდა ისეთი, როგორიც მინდოდა რომ ყოფილიყო. ფიქრობ იმიტომ, რომ ვცდილობდი. ნაცვლად იმისა რაღაც ახალი შემექმნა და წესრიგისა და ქაოსს შორის ადგილი დამეკავებინა, ასე ვთქვათ, უწინდელ მეს ბაძავდი. აგენტს TV-ოსთვის შექმნილი ჩემი ლექციების ნახვა შევთავაზე. ამ პროგრამას Big Ideas, დიდი იდეები ერქვა და ჩემს YouTube-ის არხზე იყო ატვირთული. ვიფიქრე, ამას თუ გააკეთებ და ბევრად ინფორმირებული იქნებოდა და შეგვეძლო საფუძვლიანად გვემსჯელა იმის შესახებ, ფართო აუდიტორიისთვის დაწერილ წიგნში მაინც რა თემებს უნდა შევხებოდით. აგენტი ჩემი 4-ვე ლექციის ნახვისა და კოლეგასთან განხილვიდან რამდენიმე კვირაში დამიკავშირდა. მისი ინტერესი კიდევ უფრო გაღვივებულიყო და პროექტში დიდი მონდომებით ჩაერთო. ეს ყველაფერი პერსპექტიული და ამავდროულად მოულოდნელიც იყო. ჩემთვის გაკვირვებული ვრჩები, როდესაც ადამიანები ჩემს სათქმულზე დადებითად რეაგირებენ. განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ, რამდენად სერიოზული და უცნაურია ჩემი სიტყვები. მიკვირს, რომ ნება მომცეს და წამაქეზეს ახლა ტორონტოში მესწავლებინა. ყოველთვის ფიქრობდი, ხალხი თუ მართლა მიხვდებოდა, რას ვასწავლიდი, ისინი სასტიკად მაზღვევინებდნენ. ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ თავად გადაწყვიტეთ, მაქვს თუ არა შეშფოთების მიზეზი. აგენტმა შემომთავაზა ერთგვარი სახელმძღვანელო დამეწერა იმის შესახებ, მაინც რა სჭირდება ადამიანს კარგად ცხოვრებისთვის.
რაზეც მაშინვე ქუარასთვის შექმნილი ჩამონათვალი გამახსენდა. ამ დროში საიტზე გამოქვეყნებული წესების შესახებ ჩემი მოსაზრებები კიდევ უფრო გავრცობილი მქონდა. ჩემს ახალ იდეებს ხალხისგან ასევე დადებითი გამოხმაურება მოყვა. აქედან გამომდინარე ვიფიქრე, რომ აგენტის იდეა და ქუარასთვის შედგენილი ჩემი სია იდეალურად ჯდებოდა ერთმანეთში. ჩამონათვალი გავუგზავნე და მოეწონა. დაახლოებით ამავე პერიოდში ჩემი მეგობარი და ყოფილი სტუდენტი, რომანისტი და სცენარისტი, გრეგ ჰურვიცი ახალ წიგნზე მუშაობდა, რომელიც შემდგომ ბესტსელერ თრილერად იქცა, Orphan X. წესები მასაც მოეწონა. იმდენად, რომ როცა სიუჟეტმა მოიტანა წიგნის მთავარ გმირ ქალს, მიას ამ წესებიდან რამდენიმე სათითაოდ მიაკრობინა მაცივარზე. ჩემთვის ეს მათი მიმზიდველობის კიდევ ერთი დადასტურება იყო. ჩემს აგენტს შევთავაზე. თითოეულ წესზე მოკლე თავი დაეწერა. იგი დამთანხმდა და წიგნზე წინადადების შეტანისას ასეც განვაცხადა. როცა წერა დავიწყე, თავები პატარა აღარ გამომივიდა. აღმოჩნდა, რომ თითოეული წესის შესახებ ბევრად მეტი მქონდა სათქმელი, ვიდრე თავდაპირველად მეგონა. ეს ნაწილობრივ იმის გამო იყო, რომ პირველი წიგნისთვის ჩატარებულ კვლევებს ბევრი დრო მოვახმარე. სწავლობდი ისტორიას, მითოლოგიას, ნეირომეცნიერებას, ფსიქოანალიზს, ბავშვთა ფსიქოლოგიას, პოეზიას და ბიბლიის დიდ ნაწილებს. წავიკითხე და ალბათ მეტნაკლებად აღვიქვი მილტონის Paradise Lost, გოეთეს Faustი და დანტეს Inferno. ყველაფერი ავად თუ კარგად ერთო რთული პრობლემის გადასაჭრელად გავაერთიანე. კერძოდ, რა იყო ცივი ომის პერიოდში ბირთვული დაპირისპირებების მიზეზი ან მიზეზები. ვერაფრით ვიგებდი, როგორ შეიძლებოდა რწმენის სისტემები იმდენად მნიშვნელოვანი ყოფილიყო, რომ ხალხი დასაცავად მზად იყო მთელი მსოფლიოს განადგურება გაერისკა. გავიაზრე, რომ რწმენის საერთო სისტემები ადამიანებს საერთო ენის პოვნაში ეხმარება და მხოლოდ რწმენასაც როდი უკავშირდება. ერთი და იმავე წესებით მცხოვრებ ადამიანებს ურთიერთგაგება უყალიბდებათ და ერთმანეთისთვის პროგნოზირებადი ხდებიან. ერთი მეორის მოლოდინებისა და სურვილების შესაბამისად მოქმედებენ. ურთიერთთანამშრომლობად შეუძლიათ. ყველა მიცის სხვებისგან რას ელოდეს შედეგად. ერთმანეთისთვის მშვიდობიანი კონკურენციის გაწევასაც ახერხებენ. რწმენის ნაწილობრივ ფსიქოლოგიური და ნაწილობრივ ქმედითი საერთო სისტემას საკუთარ თუ სხვების თვალში ყველას ამარტივებს. სამყაროსაც ამარტივებს, რადგან მათ ვინც იციან, ერთმანეთისგან რას ელოდნენ, მსოფლიოს დასამორჩილებლად შეუძლიათ ერთად იმოქმედონ. ამ მარტივი წესრიგის შენარჩუნებაზე უფრო მნიშვნელოვანი ალბათ არაფერია. ამ ყველაფერს საფრთხე თუ დაემუქრა სახელმწიფოებრიობის დიდი გემი ირყევა. ხალხმა შეიძლება არც იბრძოლოს იმისთვის, რისიც სჯერა, მაგრამ იბრძოლებს თავისი რწმენა წარმოდგენების, სურვილებისა და მოლოდინების თანხვედრის შესანარჩუნებლად. იმისთვის, რათა სხვათა ქცევა და მათი მოლოდინები ერთმანეთს დაემთხვეს. სწორად რომ ამ ჰარმონიის შენარჩუნება აძლევს ყველას მშვიდობიანი, პროგნოზირებადი გზით ნაყოფიერად თანაცხოვრების საშუალებას, რადგან ამცირებს გაურკვევლობას და მისი წარმოშობით შექმნილი აუტანელი ემოციების ქაოსურ ნაზავს. წარმოიდგინეთ, ვინმე სანდო საყვარელმა ადამიანმა რომ უღალატოს. ამით ორ პიროვნებას შორის არსებული წმინდა სოციალური კონტრაქტი ირღვევა. მოქმედება სიტყვაზე მეც ნიშნავს, ხოლო ღალატი ინტიმური ურთიერთობების მყიფე, რუდუნებით ნაშენებ სამყაროში დამკვიდრებულ სიმშვიდეს არღვევს. ღალატის შემდეგ ადამიანს საშინელი ემოციები იპყრობს, საკუთარი თავისა და მოღალატის მიმართ. ზიზღი, დანაშაულის შეგრძნება, შფოთი, გაფრაზება და შიში.
კონფლიქტი გარდაუვალია და მისი შედეგი შეიძლება დამანგრეველი იყოს. რწმენის საერთო, შეთანხმებული ქცევისა და მოლოდინის სისტემები ამ ყოვლის შემძლე ძალებს არეგულირებს და აკონტროლებს. გასაკვირი არც ის არის, რომ ადამიანები მზად არიან იმის დასაცავად, რაც მათ ქაოსის და ტერორის ემოციებით შეპყრობისგან იხსნის. თუმცა ეს ყველაფერი არ არის. საერთო კულტურული სისტემა ადამიანთა შორის ურთიერთობასაც ასტაბილურებს და ამასთან ფასეულობათა იერარქიაცაა, სადაც ზოგიერთ საკითხს მნიშვნელობა ენიჭება და ზოგს არა. ღირებულებების მსგავსი სისტემის გარეშე ადამიანებს შორის კავშირ ურთიერთობა ვერ მყარდება. არაფრის აღქმა არ შეუძლიათ, რადგან ისევე როგორც რაიმეს აღქმა, აგრეთვე საჭირო მოქმედების განხორციელება გარკვეული მიზნის არსებობას მოითხოვს, რაც აუცილებლად ღირებული უნდა იყოს. დადებით ემოციებს მეტწილად ჩვენს მიზნებთან და კავშირებით განვიცდით. თეორიულად თუ საკუთარ განვითარებას ვერ ვხედავთ, კმაყოფილნი არა ვართ, ხოლო პროგრესის მთელი იდეა ფასეულობის არსებობას მოიცავს. უარესია ის, რომ დადებითი ფასეულობების გარეშე ცხოვრების მნიშვნელობა ნეიტრალურიც კი არ არის, რადგან მოწყვლადი და მოკვდავები ვართ. ტკივილის განცდა და შფოთვა ჩვენი არსებობის განუყოფელი ნაწილია და ამ ტანჯვის გადასაფარად რაიმე უნდა გვქონდეს ხელთ. რაღაცას მაინც უნდა მივანიჭოთ მნიშვნელობა, რაც ფასეულობათა სიღრმისეული სისტემის განუყოფელი ნაწილი იქნება. წინააღმდეგ შემთხვევაში ყოფიერების საშინელება გვშთან თქავს, ხოლო ამ ყველაფრის შემდეგ სასოწარკვეთილებითა და უიმედობით ახსავს ეს ნიჰილიზმი მიგვიზიდავს. ამგვარად გარკვეული ფასეულობების არსებობის გარეშე ყველაფერს აზრი ეკარგება. თუმცა ღირებულებებს შორის კონფლიქტის გაჩენის შესაძლებლობა არსებობს. ორ ცეცხლ შუა ვართ მოქცეულები. ჯგუფური რწმენის დაკარგვა ჩვენს ცხოვრებას ქაოსურს, ბედკრულსა და გაუსაძლეს ხდის. მისი არსებობა კი სხვა ჯგუფებთან კონფლიქტის წარმოშობას გარდაულად აქცევს. დასავლეთში ტერიტორიებზე რელიგიასა თუ ერთზე ორიენტირებულ კულტურებზე უარს ნაწილობრივ ჯგუფური კონფლიქტების თავიდან ასაცილებლად უფრო ვამბობდით. თუმცა უაზროყოფით გამოწვეული სასოწარკვეთა უფრო და უფრო გვიპყრობს და ეს სულაც არ არის კარგი. Maps of Meaning-ის დაწერისკენ იმანაც მიბიძგა, რომ ჩვენს დროში განხეთქილების არსებობას ნამდვილად ვერ დაუშვებთ. ყოველ შემთხვევაში მე-20 საუკუნისთვის დამახასიათებელი ტრანსცენდენტური დონის უთანხმოება არ უნდა გქონდეს. ჩვენი გამანადგურებელი ტექნოლოგიები მეტისმეტად მძლავრი გახდა. ომის დაწყების პოტენციური შედეგები ფაქტობრივად აპოკალიფსურია. ამასთანავე ჩვენს ღირებულებათა სისტემებს, რწმენა წარმოდგენებს და კულტურებს ასევე უბრალოდ ვერ მივატოვებთ და ვერ დავივიწყებთ. ამ გადაუჭრელმა პრობლემამ თვეების განმავლობაში მამყოფა დიდ საგონებელში არსებობდა თუ არა მესამე, ჩემთვის უხილავი გზა. ამ პერიოდში ერთხამეს უცნაური სიზმარი ვნახე. თითქოს მასიური ტაძრის გუმბათის ქვეშ ჰაერში ვიყავი გამოკიდებული და ჭახს ვებღაუჭებოდი. მიწას რამდენიმე სართული მაშორებდა. ქვემოთ მოფუხფუხე ხალხი წერტილებად მოჩანდა. ტაძრის კედლებსა და გუმბათს უზარმაზარი მანძილი მაშორებდა. სიზმრებისთვის ყურადღების მიქცევა მეტწილად კლინიკური ფსიქოლოგიის პრაქტიკისას ვისწავლე. სიზმრები იმას ფენს ნათელს, რაშიც გონებას ჯერჯერობით არ შეუღწევია. თვლი, რომ ქრისტიანობა საკმაოდ კარგად მაქვს შესწავლილი. სხვა რელიგიის ტრადიციებზე მეტად მაინც ვარ ჩახედული, თუმცა სულ ვცდილობ მეტი ვისწავლო. ყურადღება მეტად იმაზე უნდა გავამახვილო, რაც ვიცი, ვიდრე იმაზე, რასაც ჯერ არ გავცნობი ვარ. ვიცოდი, რომ ტაძრებს ჯვრის ფორმით აშენებდნენ და გუმბათის ქვეშ მდებარე წერტილი ჯვრის ცენტრი იყო. ვიცოდი, რომ ჯვარი უდიდესი ტანჯვით სიკვდილისა და ტრანსფორმაციის,
ასევე მსოფლიოს ცენტრის სიმბოლო იყო. ვიცოდი, რომ ეს არ იყო ის ადგილი, სადაც მინდოდა ყოფილიყავი. სიმაღლიდან, სიმბოლური ციდან, არ ვიცი როგორ, მაგრამ დაშვება შევძელი და მყარ, უსაფრთხო და ნაცნობ მიწაზე დავბრუნდი. ჯერ ისევ სიზმარში, საკუთარ საძინებელში, საწოლში აღმოჩნდი და ვეცადე ძილი შემებრუნებინა. სხეულის მოდუნებისას ვიგრძენი, რომ ადგილი ვიცვალე. ქარიქროდა, უნდოდა ტაძარში დავებრუნებინე და ისევ ცენტრალურ წერტილზე მოვეთავსებინე. გასაქცევი არსად მქონდა, ნამდვილი კოშმარი იყო. საკუთარ თავს გაღვიძება ვაიძულე. ჩემს უკან ფარდები ბალიშებზე შრიალებდა. ნახევრად მძინარე მსაწოლის ფეხებს შევხედე და დიდი ტაძრის კარი დავინახე. თავი აქეთ-იქით გავიქნია და ეს სურათიც გაქრა. სიზმარმა ყოფიერების ცენტრში გადამისროლა. გასაქცევი არსაით მქონდა. თვეები დამჭირდა იმის გასაგებად ეს რას ნიშნავდა. ამ ხნის განმავლობაში თავადაც უფრო სრულყოფილად გავიაზრე ის, რასაც წარსულის დიადი ისტორიები მუდამ ამტკიცებს. მოვლენების ეპიცენტრში ყოველთვის პიროვნებაა. ჯვარცმა ტრანსფორმაციის მომტანია და ეს უპირველეს ყოვლისა ყველამ ნებაყოფლობით უნდა მიიღოს. როგორ შეგვიძლია მსოფლიო საშინელი დილემისგან, ერთის მხრივ კონფლიქტის, მეორეს მხრივ ფსიქოლოგიური და სოციალური დაშლისგან გავათავისუფლოთ? ამ კითხვაზე პასუხი ასეთია. პიროვნული ზრდისა და განვითარების გარდა ყველას უნდა ჰქონდეს სურვილი, არსებობის ტვირთი იკისროს და გმირულ გზაზე სვლას შეუდგეს. თითოეულმა ჩვენგანმა ყველა დანარჩენის ცხოვრების, საზოგადოებისა და მსოფლიოსთვის, რაც შეიძლება მეტი პასუხისმგებლობა უნდა იკისროს. სიმართლე უნდა ვილაპარაკოთ, არეული მოვაწესრიგოთ. ყველაფერი, რაც მოძველებული და დრომოჭმულია, დავანგრიოთ, სანაცვლოდ ახალი ავაშენოთ. სწორედ ამ გზით შეგვიძლია და უნდა შევამციროთ ტანჯვა, რომელიც წამლავს სამყაროს. კი, ამის გაკეთება ჩვენგან მართლაც ბევრს შეიძლება ყველაფერსაც მოითხოვდეს, მაგრამ ალტერნატივა ავტორიტარული რწმენის საზარლობა, დაქცეული სახელმწიფოს ქაოსი, ბუნებრივი სამყაროს კატასტროფული მოვლენები, ეგზისტენციური შიში და უმიზნო პიროვნების სისუსტე აშკარად უარესია. 10 წლეულების განმავლობაში ვფიქრობდი და ვუზიარებდი სტუდენტებს მსგავს აზრებს. მათთან დაკავშირებული უამრავი ისტორია და კონცეფცია შევქმენი. თუმცა არ ვამტკიცებ, რომ უდაოდ მართალი ვარ, ან რომ ჩემი აზრები სრულყოფილია. ყოფიერება ბევრად უფრო რთულია, ვიდრე ეს ერთმა ადამიანმა შეიძლება გაიაზროს და არც მე ვიცი ყველაფერი. მხოლოდ იმას გთავაზობთ, რაც შემიძლია. ყოველ შემთხვევაში ჩატარებული კვლევებისა და ფიქრის შედეგად დაიწერა ახალი ესეები, რომლებიც საბოლოოდ ამ წიგნად იქცა. ჩემი საწყისი იდეა იყო ქუორასთვის დაწერილ 40 პასუხზე დაყრდნობით მოკლე ესეები ამეგო. ეს წინადადება პინგვინ რენდომ ჰაუს კანადას მოეწონა. წერის პროცესში ესეების რიცხვი ჯერ 45-მდე, შემდეგ კი 16-მდე დავიყვანე. ბოლოს 12-ზე შევჯერდი. 3 წელია მასალას ჩემი ოფიციალური რედაქტორის და როგორც უკვე აღნიშნე, ხურვიცის დაუნდობელი კრიტიკის დახმარებით ვამუშავებ. სათაურის ცხოვრების 12 წესი, ქაოსის ანტიდოტი მოფიქრებას ძალიან ბევრი დრო დასჭირდა. რატომ დაჩრდილა ამ ვარიანტმა სხვა დანარჩენი? პირველ რიგში მისი სიმარტივის გამო შევარჩიე. ეს აშკარად მიუთითებს იმაზე, რომ ადამიანებს წესრიგის პრინციპები სჭირდებათ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ხალხს ქაოსი იზიდავს. ერთიანი და ცალკეული წესები, სტანდარტები, ფასეულობები გვჭირდება. ტვირთის მზიდავი ცხოველების ხროვა ვართ. ტვირთი ჩვენი უბადრუკი არსებობის გასამართლებლად უნდა ვატაროთ. რუტინისა და ტრადიციის არსებობა გვჭირდება.
ჩვენთვის ეს წესრიგს ნიშნავს, რაც შეიძლება ზედმეტად იქცეს, მაგრამ ქაოსის ჭაობმა თუ ჩაგვითრია დავიხრჩობით. ეს კარგი ნამდვილად არ არის. ვიწრო და სწორ გზაზე უნდა ვიაროთ და მას რომ არ ავწდეთ სახელმძღვანელოდ, ამ წიგნში მოცემული 12 წესი და მათი თანხლები ესეები უნდა გამოვიყენოთ, რომლებიც მიგვითითებს სადაა წესრიგსა და ქაოსს შორის გამყოფი ხაზი. ის ადგილი, სადაც საკმარისად სტაბილურები ვართ, ვიკვლევთ, ვითარდებით, გარდავიქმნებით, ვაშენებთ და ვთანამშრომლობთ. აქ ხვდებით იმ ყველაფრის მნიშვნელობას, რაც ცხოვრებაში გარდაუვალ ტანჯვას ამართლებს. სწორად რომ ცხოვრობდეთ საკუთარი თვითშეგნების სიმძიმესაც გავუძლებდით, ჩვენივე სისუსტისა და მოკვდაობის აღქმასაც, რაც ჩვენში ჯერ უკმაყოფილებას, შემდეგ შურს, შურისძიებისა და განადგურების ძლიერ წყურვილს აღძრავს და თავს მსხვერპლად აღარ ჩავთვლიდით. საკუთარი არაადეკვატურობის და უმეცრების გააზრებისგან თავის დასაცავად ტოტალიტარულ შეხედულებებსაც არ მიუმართავდით. შეიძლება ჯოჯოხეთისკენ მიმავალ ამ გზებს როგორღაც ავწდეთ. მე-20 საუკუნემ კარგად კი დაგვენახა მაინც როგორი შეიძლება იყოს ჯოჯოხეთი. დიდი იმედი მაქვს ეს წესები და მათი თამდევი ესეები ხალხს იმის შეცნობაში დაეხმარება, რაც უკვე იცის. ადამიანის სული ყოველთვის მიილტვის ჭეშმარიტი სიმამაცის გამოჩენისკენ. პასუხისმგებლობის აღების სურვილის ქონა კი აზრიანი ცხოვრების ქონის გადაწყვეტილების მიღების ტოლფასია. თუ თვითოეული ჩვენგანი სწორად იცხოვრებს, ერთად გავიმარჯვებთ. სასიამოვნო კითხვას გისურვებთ, საუკეთესო სურვილებით. დოქტორი ჯორდან ბ. პეტერსონი, კლინიკური ფსიქოლოგი და ფსიქოლოგიის პროფესორი.